23 მაისს გურჯაანის სპორტულ გამოჯანსაღებელი კომპლექსი საერთაშორისო სტატუსის მქონე საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლებს. დელტას აკადემიის წარმომადგენლის დავით პაპუნაშვილის ინფორმაციით, ჯუნიორთა ასპარეზობა ტრადიციულად მაისის ბოლოს იღებს სტარტს და მასში რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის გუნდი იღებს მონაწილეობას. ფინალური ეტაპის საგზურს პირველ მეხუთე ადგილებზე გასული საკალათბურთო კოლექტივები მიიღებენ. ქალაქ გურჯაანის სპორტულ კომპლექსში სტარტს აიღებს ჯუნიორ NBA-ის შესარჩევი ტურნირი, სადაც მონაწილეობას მიიღებს 8 გუნდი. ჯუნიორ NBA-ის ეს გახლავთ საერთაშორისო ტურნირი, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. გურჯაანი უკვე მესამედ მასპინძლობს ამ ტურნირს, როგორც თქვით, 8 გუნდი დაახლოებით 100-მდე ბავშვი იქნება ჩართული ამ ტურნირში და ფინალურ ეტაპზე გავა მხოლოდ 5 გუნდი, რომელიც შემდეგ კენჭისყრის მიხედვით გუნდებს დაურიგდებათ NBA-ის გუნდების ფორმები და შემდეგ ფინალურ ეტაპზე ამ ფორმებით მიიღებენ ბავშვები უკვე მონაწილეობას.